ეთერშია რუბრიკა მწვანერჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად. მოგესალმებით, ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით მწვანერჩევები, როგორც ყოველთვის თანაწამყვანი ელისო ხარჩილავა შემოგვიერთდა. თემა ძალიან საინტერესო, თბილისის სამეფო ბაღები, რომლებიც დღესაც ამშვენებენ თბილის დედაქალაქს და თან ძალიან საინტერესოა მათი წარმოშობის ისტორია, განვითარების ისტორია, ასევე არაერთ მოგზაურს აღუწერია ეს ბაღები და მოხიბლულა. ელისო, მოგესალმები, მადლობა ამ საინტერესო თემისთვის. და ვფიქრობ დავიწყოთ ისტორიით, ხო? ზოგადად საიდან მოდის და სად იღებს სათავეს თბილისის სამეფო ბაღები? კი ბატონო, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. მართლა საინტერესო თემა არის. მე თვითონაც ძალიან ვისიამოვნე, როცა ამ თემაზე დავიწყე მუშაობა. ყველა საინტერესო, თითქოს დავგონია, რომ ჩვენ ეს ისტორია არა გვაქვს. არა, თურმე გვაქვს ეს ბაღების ისტორია საქართველოშიც და ბევრ წყაროებში არის აღნუსხული, ასე ვთქვათ, დეტალურად არის აღნუსხული, როგორც მოგზაურებისთვის, ასევე ქართველი იმ დროისთვის ინტელიგენციის მიერ. სათავეს საიდან იღებს ახლა ეს პირველი წყაროები მაინც ჩდება ვახტანგ მეექვსეს დროს. და სამეფო ბაღები ძირითადად დღევანდელი ბოტანიკური ბაღი რო წარმოვიდგინოთ და მე ნელ-ნელა მივყვეთ კიდევ რას მოიცავს. ძირითადად ეს ბაღები შენდებოდა სადაც წყალი იყო. წყლის ნაკადული იყო, ან მდინარე იყო, ეს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, რომ ეს მორწყვის სისტემები უკვე იქიდანვე ჩადებული იყო ამ ბაღების მშენებლობისთვის. ეს აუცილებელი პირობა. ეს აუცილებლობა იყო. ეხლა რა განაპირობებს სამეფო ბაღები რატო გვია? ეს იყო უფრო ჩაკეტილი ბაღები, ელიტარული წრისთვის. ანუ ეს ბაღები, სამეფო ბაღები არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. რადგან ეს ბაღები ჩაკეტილი იყო ეს მაღალი წრის პირებისთვის, მეფეებთან საახლობლო, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება რო ითქვას, თავადები და აზნაურები, მეფის კარისთვის, მეფის ოჯახის წევრებისთვის, პოეტებისთვის, მხატვრებისთვის. სადაც იყო ზეიმები იმართებოდა ხოლმე, აქ იკრიბებოდა ხელოვნების მოყვარული ადამიანები და ვიცით, რომ ჩვენი მეფე თვითონაც ვახტანგ მეექვსე იყო მწერალი იყო ჩვენი და ხელოვნების მოტრფიალე, სადაც ძირითადად ეს ელიტარული საზოგადოება, მაშინდელი საზოგადოება საქართველოსი აქ იკრიბებოდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ეს სასახლეები, როგორც ასეთი, არ ქონდა, ხო? უფრო ეკლესია მონასტრები იყო და ეს მიღებებიც იყო, ხო? ეს უცხო ელჩებთან, ეს მიღებებიც, ეს პოლიტიკური შეხვედრებიც ტარდებოდა ამ ბაღებში. ძირითადად ამ ბაღების განვითარება იყო ორსახოვანი. თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი იყო ეს აზიური გავლენა, ზუსტად ეს აზიური გავლენა იყო ეს უხვი შადრევნები. უხვი წყლის ნაკადულები, სადაც ეს ცხელ ზაფხულის შემოდგომის ცხელ პერიოდში თავს ირთობდნენ ამ ბაღებში. გარდა ამისა, ეს აზიური ზეგავლენა შეამცირა უკვე მეფის რუსეთი, როცა შემოვიდა. სან მეფის რუსეთი თამდე, ანუ სიჭრელე დამახასიათებელი იყო. კი, სიჭრელე დამახასიათებელი იყო ჩვენი ბაღებისთვის. ტერასული განლაგება დამახასიათებელი იყო ჩვენი ბაღებისთვის, იცით, რომ ეხლა ვისაც უცებ წარმოუდგება ეს თბილისის ადგილმდებარეობა და ბოტანიკური ბაღი, ეს დატერასება სპეციალურად იყო იმისთვის, რომ ხედველობა ქონოდა ადამიანს იქ ვინც იყო, გარშემო თუ რა ხდებოდა. მე ეს მეფის რუსეთის შემოსვლის შემდეგ უკვე შემოვიდა ევროპული ზეგავლენა. და ევროპული ზეგავლენა როგორ გამოიხატა ეხლა ჩვენს ბაღებში? სწორხაზოვნება, აქ ძალიან ბევრი პერგოლა შემოვიდა. პერგოლა რა არის, ხო? მოსაჯდომი სივრცეები, სადაც ტარდებოდა ეს შეხვედრები, სადაც ტარდებოდა პოეზიის საღამოები, თეატრები, პატარა თეატრები. ტერასება დარჩა.
ტერასებად დარჩა და ყველაზე საინტერესო ეგ არის რომ აი ეს კი არ დაინგრა ის აზიური ხო შერწყმა მოხდა ევროპულსა და აზიურსა ჩვენი ქვეყანა ზუსტად ეგ ხო არის რაღაცა შუა ნაწილში ვარ ყოველთვის შერწყმული ვარ ხან აზიური ხან ევროპული ხო ზუსტად ეს აღინიშნებოდა ამ ჩვენს ბაღებშიც ну რა თქმა უნდა ეს ბევრი ლეგენდებიც არის ბევრ მოგზაურს აქვს აღწერილი ჩვენი ბაღები ერთ-ერთი შეიძლება ვთქვათ შარდენი რომელმაც მოგზაურა აღწერილი აქვს მცენარეების უნიკალურობა და ძირითადად რა მცენარეები ხო ძირითადად იყო აქ წაბლის ხეები, მუხა იყო, დიდი ხეებიდან გამომდინარე, ნეკერჩხლები იყო, რომელიც სიგრილეს მატებდა და საჩრდილობლად გამოიყენებოდა. ხეებს. მოყვავილებიდანაც ვარდები. ვარდების ბაღები იქნებოდა ძალიან ბევრი და ლეგენდის მიხედვით დარეჯანო დედოფალი ერეკლე მეორის მეუღლე განსაკუთრებულად თურმე თავის მოყვარული და აი დილიდან საღმომდე თავის მებაღესთან ერთად თურმე სულ თავს დასტრიალებდა და უნიკალური კოლექცია ქონია იმ დროს ვარდების აქ იყო ჟასმინები იყო იასამანი იყო თურმე ძალიან ბევრი სურნელოვანი და ამ დროს იყო კიდევ მსხმოიარე ხემცენარეებით განსაკუთრებულად ბროწეულების ხეივნები იყო, ატმის ხეივნები იყო, ზეთისხილები იყო და ნუ რაღაც ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ რა სილამაზეს ქმნიდა და გულგრილს არც ერთი ელჩი ვინც კი ჩამოდიოდა თურმე იმ პერიოდში ეს ყველა სავიზიტო ბარათებით იყო რომ ეს სამეფო ბაღები დაეთვალიერებინა. ძალიან დიდი ისე გავლენა იქონია ვორონცოვმაც თბილისის როგორც განაშენიანებაში ასევე ბაღში და უკვე ეს დაპყრობის შემდეგ ეს სამეფო ბაღები კარგავს იმ მნიშვნელობას და ხდება გახსნილი ყველა ადამიანისთვის. როგორც თავიდან აღნიშნეთ, ხო, სამეფო ბაღები მნიშვნელობა იყო უფრო ჩაკეტილი, უფრო ხელოვანი და მეფის კართან დაახლოებული პირებისთვის იყო. აქ ხდებოდა ხოლმე შეხვედრები, ფარული შეხვედრები, შეყვარებულები შეხვედრები, ვიცით იმ პერიოდში, როგორი ის იყო, ხო, ესეთი ხალხმრავალ ადგილას არ ხდებოდა შეხვედრები. ლეგენდებიც ძალიან ბევრი არის და თუ დრო გვექნება მოვყვებით ძალიან საინტერესოა. აი იყო ესე ვახტანგ მეექვსე ჩვენი მეფე, რადგან პოეზიის მოყვარული იყო, ესეთ რაღაცებს აი თამაშივით აკეთებდა თავის რომელიღაცა ბაღის კამების ქვეშ მალავდა თავის ხელნაწერებს თურმე, აბა რაღაცა მერე თუ ვინმე იპოვიდა და სამწუხარო თურმე ძალიან ბევრი არის დაკარგული ეს ხელნაწერები, მაგრამ ბევრი აღმოჩენილი არის თურმე ზუსტად ხელნაწერები. ხო, რაღაცა ის პოეზიის მოტრფიალერო იყო, ალბათ უფრო ძირითადად ხო. კი ბატონო, არის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიღაცა მეფეს არ კონკრეტდება, რომელი მეფე აქვს, აი განძი აქვს თურმე შენახული. და ნუ ამ განძის ეს ამბავი რო გავრცელდა, ბევრი გამოჩნდა მოყვარული განძის მაძიებელი, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ესეც ვერ იპოვეს და არის კიდევ ასეთი ლეგენდა, სანამ უფრო საზოგადოებრივი გახდებოდა ეს სამეფო ბაღები, საღამოობით თურმე როცა ის მზე ჩადის, ქეთევან დედოფლის საჭრდილით დაუნახიათ. ესეთი ლეგენდაც არის თურმე. ნუ ეხლა დარეჯან დედოფალზეც ვისაუბრეთ. დარეჯან დედოფალს ჰქონია პატარა აუზი, რომელიც თურმე მთვარის ახალ მთვარეობაზე, როცა ეს მთვარე ჩადიოდა, ირეკლებოდა. ამ პატარა აუზში ეს მთვარე და შეყვარებულები თუ ამ ადგილას ზუსტად აი ეს მთვარე როცა გამოისახებოდა ფიც დადებდნენ ერთგულებაზე სამუდამო სიყვარულზე ისინი მუდმივად იქნებოდნენ ერთად ესეთი ლეგენდაც არის ლამაზი ლეგენდა ლამაზი ლეგენდა არის კი ლეგენდის თანახმად კიდევ ეს დარეჯან დედოფალს უკავშირდება ერთ დღეს გამოსულა დილა ადრიან თურმე თავისი სასახლიდან და დასეირნობდა
ამ თავის ბაღში და უნახია მებაღე, რომელიც დაჩოქილი ტიროდა თურმე და ნუ რატო რო გამოიკითხა შეყვარებული დაიღუპა თურმე ამ ბაღის შეყვარებული და ზუსტად ამ ცრემლების სადაც ცრემლებად იღრებოდა ეს მებაღე გამოსულა ხე და ამ ხეს დაარქვეს შეყვარებულის ხე და ნუ ესეც ლეგენდა არის რა თქმა უნდა სადაც ამ ხესთან ფიცდებდნენ შეყვარებულები სამუდამო სიყვარულს უმტკიცებდნენ ერთმანეთს ასე ვთქვათ და რაღაც ესეთი საინტერესო ლეგენდები არის შემორჩენილი ამ სამეფო ბაღებზე სცენარებზეც ვისაუბრეთ და აი მოგზაურებს რაც შეეხება მოგზაურებოდნენ ძალიან ხო საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო იყო მოგზაურისთვის ხო სანახაობა გინდა რა ვიცი ისტორიის კუთხით არქიტექტურული სანახაობას რაც შეეხება არქიტექტურა კი ბატონო ზოგადად ადათ-წესები და ბაღები ხო იყო ამ კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი ზუსტად ეგ არის ამისი ძირითადი მნიშვნელობა და ფუნქცია ამ ბაღების რა იყო ზუსტად ამ კულტურული შეხვედრების ადგილი იყო ეს და როგორც წეგანო აღნიშნე ბევრი ელჩი ვინც კი ჩამოდიოდა საქართველოში აი მიყავდათ ამ სამეფო ბაღებში და აჩვენებდნენ რომ აი ჩვენ რა კულტურა გვაქვს როგორი ბაღები გვაქვს და როგორი მოვლილი იყო თან ყველაზე საინტერესო ეგ არის რომ მოვლილი იყო არსებობდნენ მებაღები ვინც მოვლილი მებაღები ქართველები იყვნენ კი აი ზუსტად ქართველები იყვნენ კი იყო ეს აზიური ზეგავლენა მაგრამ უფრო მეტწილად ვინც ამ ბაღებზე ზრუნავდა ჩვენი მეფეებიდან გამომდინარე ქართველი მებაღეები იყვნენ, რომელიც თურმე თან რა საინტერესო იყო, იცით, ეს მებაღეები აი თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ტრადიცია იყო, რომ აუცილებლად აგრძელებდა, იმიტომ რომ ეს მებაღე თვითონ იმ სამებაღე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ანუ იმას სხვაგან არა, იქვე ცხოვრობდა, იქვე უვლიდა ამ ბაღებს. და ნუ განაახლებდა იქ მცენარეებს, ახალი მცენარეები თუ იყო ჩარგავდა, ნუ ხო იცით ახლა ბაღს რამდენი შრომატევადია, კი. კარგით, და თანამედროვეობაც საინტერესოა. დღეს როგორ გამოიყურება ეს ბაღები თუ რამე კიდეა დასამატებელი? კი, როგორ არა. ნუ როგორც ვთქვით, უკვე მე-19 მე-20 საუკუნეებში ეს სამეფო ბაღები გახსნილი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. იზრდება თბილისი და ამ ურბანულ განვითარებას, რა თქმა უნდა, შეეწირება ბევრი ბაღები, მაგრამ ძველ თბილისს რო დაათვალიერებთ, ხო, პატარა სკვერები, სადაც არის, ხო, მე მგონი ყველა უბანში არის, ზუსტად ის ნაშთები არის იმ სამეფო ბაღების და რა თქმა უნდა, ეხლა სასურველია და ვიცით, რომ ძალიან ბევრი საქმე კეთდება ამ პარკების აღდგენაზე და ახალი პარკების განვითარებაზეც და ეხლა უკვე აი ყველა უვლის ამ ბაღებს არ ინგრევა ეს ძველი ბაღები პირიქით უფრო ნუ თუნდაც აი ბოტანიკური ბაღი, ლექთა ხევის ბაღი. უფრო ეხლა ბოტანიკური ბაღი ისე ნუ წარმოვიდგენ ეხლა რა ხელაც არის ისეთი იყო მაგდროს უფრო მცირე მასშტაბური იყო. თბილისის სამეფო ბაღი ერთ-ერთი ხო? ასევე ლექთა ხევის ბაღი გავასახელე. ლექთა ხევის ბაღი, კი ბატონო. კი ბატონო, როგორ არა? აი ეს მიმდებარე, ანუ ძველი თბილისის ტერიტორია, დარეჯან დედოფლის სასახლე, ისიც სამეფო ბაღში შედიოდა. თუმცა თვითონ როგორც წეგან ვთქვით, ვარდების საუცხო კოლექცია ქონია დედოფალს და თვითონ თავისი ხელით უვლიდა ამ ვარდებს. კი ბატონო, მე როცა უკვე ეს გაიხსნა ეს ბაღები და ხელმისაწვდომი გახდა სხვა ადამიანებისთვისაც, უფრო მომრავლდა, ასე ვთქვათ, ეს პოეტები იყო, მხატვრები იყო, აქ ზეიმებიც ტარდებოდა, აღდგომის ზეიმები ტარდებოდა. მე უკვე ახალი წელის როგორც კი შემოვიდა და ფეხი მოიკიდა, ახალი წლის ზეიმებიც ტარდებოდა ამ ბაღებში. ბავშვების ზეიმები ტარდებოდა. ანუ ყველა დღესასწაული აღინიშნებოდა სამეფო ბაღებში. რა თქმა უნდა. ეხლა უკვე თანამედროვე საქართველოში ტურისტებისთვისაც ძალიან მიმზიდველი არის და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ტურისტული
ტურები იგეგმება ამ ბაღებისთვის და ერთ-ერთი საინტერესოა საქართველოში ბაღები მართლაც ისეთი შენარჩუნებული აქვს უბრალოდ ამ ბაღებს იერსახით კი არა და თანამედროვე ტენდენციებსაც მორგებული და რა მინდა აღნიშნო რომ ტოლს არ უდებს ხო არანაირად მე ვიცი როგორ აი მასალას რომ ამუშავებდი 2000 წელს ვახტანგ მე-6-ეს სახელობის ბაღიც აღდგენილია სამწუხაროდ ვიტყვი აქ რომ მე არ მინახია ეს ბაღი და დავგეგმე რომ გაზაფხულზე აუცილებლად უნდა მოვინახულო ეს ბაღი შენდება ახალი რიყის პარკზე რო ვისაუბროთ ხო ეს თანამედროვე ბაღი არის რომელიც საფუძველი უდევს ეს ჩვენი ისტორია ეს არ არის აი რაღაცა უცბად ჩამოვარდა და გაკეთდა ხო ეს შესწავლილია ეს ჩვენი ტრადიციები ამით არის ეს რიყის პარკის გარდა კეკვიძე ანუ ძალიან ბევრი ბაღები არის უკვე თბილისში რომლის ისტორია და კულტურა გქონდა ჩვენ კი ბატონო და რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორი. შემადგენელი და რატო იხიბლებიან ახლა ეს ტურისტებიც? თუნდაც იმ როდესაც სოფლიოში ამდენი საოცარი ბაღია, ჩვენი ბაღები რით იხიბლავს? ინდივიდუალური არის ძალიან და მორგებული არის თბილისის ლანდშაფტი. და მცენარეების სიუხვე და განსაკუთრებულად ეს დიდი ზომის მცენარეები, რაც იმ დროიდან არის ჩარგული, დღესაც რო ცოცხლობენ ეს უშველებელი მუხები, კიპარისები, ნეკერჩხლები და აი ეს იხიბლებიან და ამ ყველაფერს რო დღევანდელ დღესაც რო უვლიან, ხო ეს მისასალმებელია და შენარჩუნებული რო არის და მოდის ეს ისტორია. კი ბატონო. და ელისო, ზოგადად, როდესაც თანამედროვე ბაღებზე ვსაუბრობთ, ნუ ახლა ჩვენ ისტორია მიმოვიხილეთ, ანუ ახალი ბაღის გაშენება რამდენად რთულია და რამდენად შრომატევადი და დავუშვათ რა დრო სჭირდება იმისთვის, რომ აი მოიხიბლოს დამთვალიერებელი. მოიხიბლოს დამთვალიერებელი დროსთან ბაღი საერთოდ არის დროში. რაც უფრო ძველი არის ბაღი, მით უფრო მომხიბლელი არის, ხო? რაც არ უნდა ჩვენ დიდი ზომის მცენარეები ვიყიდოთ, ხო? მაინც არ აქვს იმ ეფექტი, რაც აქვს დავუშვათ და ძველ ბაღებს, ხო? შეიძლება ჩვენ ახლა ბაღი გავაშენოთ, ახლა დღეს, ასე ვთქვათ, მაგრამ თავისი მომხიბლელობა და ჯადოსნობა გამოავლეთ სადღაც 5-6-7 წლის მერე, ხო? როცა უკვე კარგად არის მორგებული კლიმატი. თუმცა ბაღისთვის 5 წელი არ არის. არაფერი არ არის, იმიტომ რომ ვიცი ჩვენ ხეების სასიცოცხლო შეიძლება 90-100 წელიც საუკუნოვანი ხეებიც გვაქვს და ამის დამადასტურებელია ზუსტად ეს ბოტანიკური ბაღიც, ხო? უზარმაზარია და ზუსტად რო ვათვალიერებდი ამ მასალებს ინტერნეტ სივრცეში, აი უცხოელი ბლოგერებს აქვთ რომ ესეთი ხე როგორ გაიზარდა, ამ ხელახე როგორ გაიზარდა. რაღაცნაირად ესეთი ცაცხო ჩვენ განსაკუთრებული ფერის გვაქვს. აქეთ ეს სიმწვანე. ამას ყველაფერს უნდა მოვლა და ხო გამომრჩა და ეხლა რა კარგია რომ გამახსენდა. მწვანე საფარსაც დიდ ყურადღება ექცეოდა. ანუ დღევანდელი ენით რო ვთქვათ, გაზონი. კი და ეს ინარჩუნებდნენ ამ გაზონის სიმწვანეს და სიხახასეს ზუსტად აი ამ მოვლით გაკრეჭვით ქართული შესატყვისი მწვანე საფარი კი ბატონო რომელსაც აი ეს მებაღები რუდუნებით უვლინენ ამზადებდნენ ამას საშემოდგომო ზამთრისთვის გაზაფხულისთვის იკრიჭებოდა იყო ამისი ხელსაწყოები და ესეთი არ იყო ასე ვთქვათ რაღაცა შიშველ ტერიტორიაზე აღმართული და ჩარგული ეს ხეები იყო ზუსტად ეს მწვანე საფარიც ეს გაზონი დღევანდელ დღეს შემადგენელი ნაწილი კი რაც იხიბლებოდა აქეთ წყარო აქეთ ეს ულამაზესიცა და ეს საოცარი დიდი ზომის ხეები. და ჩვენი საუბრის დასასრულს მაინც საინტერესოა, რამდენად იცვლება ტენდენციები. ბუნებრივია, ხო, აი ძველის და ახლის შერწყმა ძალიან საინტერესო სურათს გვაძლევს. თუმცა რა არის ის ძირითადი თანამედროვე ტენდენციები, რის გარეშეც თანამედროვე ბაღი
ეს კერძო ბაღებზე ვსაუბრობ თუ ბაღ-პარკებზე? ორივე საინტერესოა, ხო, აი ცოტა დრო დაგვრჩა და კი ბატონო. ну, მაშინ ესე შეგვიძლია რომ ვთქვათ, უფრო მინიმალისტური გახდა, ნაკლებ მოსავლელი მცენარეებით. ეს უკვე სოფლიო ტენდენციაა და ვიცით ჩვენ რომ კოვიდის შემდეგ საერთოდ ეს მიდგომები თავისუფლად შეიცვალა და უფრო ბუნებრიობა, მაქსიმალურად მორგებული კლიმატურ პირობებს. და ადვილი მოსავლელი. და ადვილი მოსავლელი, უფრო დიდი სივრცეები, ველოსიპედების ასეირნო, ბავშთა სივრცეები გაჩნდა, სპორტული სივრცეები გაჩნდა, ძალიან ბევრი. დიდ მასშტაბზე როცა აკეთებენ დღევანდელი ბაღ-პარკების, ვიცით ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ბაღ-პარკები გაშენდა, აი ამ ეს უდევს საფუძველი ამ ბაღ-პარკების გაშენებას. და კერძო სახლებისთვისაც ზუსტად ეგ მინიმალისტური ბევრი ჩახუჭუჭებების გარეშე. თუმცა ალბათ გემოვნების ამბავია. ეს უკვე ინდივიდუალურია, როცა ინდივიდუალურ დონეზე გადავდივართ. ეს რამე მაინც იქითკენ ვიხრები, რომ ძვლის და ახლის შერწყმა ძალიან საინტერესოა და რაღაცა სხვა იერსახეს აძლევს ბაღს. ну, რა თქმა უნდა, ეს გემოვნების საკითხია. კი, და ეს ძვლის და ახლის შერწყმა ყოველთვის აი ახლა თქვენ რომ დამისვით შეკითხვა, ყოველთვის აი თავში ამომივარდება ხოლმე აზიურისა და ევროპული შერწყმა. აი ეგ ვართ ჩვენ. ამას ნაზავია. ხო, აზიაში ხო აზიური ბაღებია, ევროპაში ევროპული ბაღებია, ჩვენთან საქართველოში არის აი ზუსტად ეს აზიურის და ევროპული შერწყმა. განსაკუთრებულია და რითაც იხიბლებოდნენ ახლა ეს ფრანგი მოგზაურებს საფრანგეთში რომ ბაღები იყო, რას უნდა გაიკვირვებინა, ხო? ხო, გაგურებლები იყო. ხო, ზუსტად ეს არის საინტერესო. ჩვენი ბაღები ტოლს არ უდევდნენ. ტოლს არ უდევდნენ თავისი ბუნებრიობიდან გამომდინარე და საფრანგეთის ბაღები ვიცით უფრო ვაკე ადგილასა და ჩვენთან დატერასებული იყო ეგ ყველაფერი ხო და ძალიან ლამაზი აი ესეთი საინტერესო საუბრისთვის ისტორიისთვის ეთერში იყო გადაცემა მწვანერჩევები ელისო ხარჩილავასთან ერთად და დარწმუნებული ვარ შემდეგ ოთხშაბათს კვლავ საინტერესო თემით დაგვიბრუნდებით დროებით და დიემედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას დროებით